მე გავაღებ. საღამო მშვიდობისა. მობრძანდით. დედა, მოდი. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა. ძალიან ლამაზი ხარ. მობრძანდით, გთხოვთ. მობრძანდით. მობრძანდით, გთხოვთ. დაბრძანდით. საღამო მშვიდობის. აქეთ მობრძანდით, საღამო მშვიდობის. გამარჯობა, ხანიმ. მობრძანდით. გთხოვთ. მადლობთ. როგორ ბრძანდებით? სიძე, საღამო მშვიდობის, მოდი. ჩემთან დაჯექი. მადლობთ. ესეც ასე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. შვილო, ნუ წაიღებ. მანდ დადე. არ გახსნა. გოგო ჯერ არ გაგვითხოვებია. ასე მარტივი კი არ არის. არ უნდა გახსნა. არ გახსნა. ასეთი წესია. საინტერესოა. ცოტა ტრადიცია, ცოტა საუბარი და ცოტა სიმართლე. ომასია. დიახ. ტრადიციებს დედაც პატივს სცემს. დედა, ჩანთა მომეცი. რას ეკეთებ, მელიქე? საჩუქარს ვიღებ. ისეთი მძიმეა, ძლივს მოვიტანეთ. მალათიის წესები გავითვალისწინეთ. უხერხულია, მელიქე. დიდი მადლობა. რატომ შეწუხდით? რა შეწუხება? ელიფისთვის ყველაზე საუკეთესო და ძვირადღირებული ავარჩიეთ. გმადლობთ. აბა, როგორ გიკითხოთ? ვიცი, ბოლო დროს ბევრი უსიამოვნება გადაიტანეთ. ბევრი საზრუნავი ჰქონდათ. მაგრამ მაინც გითხავთ. როგორ ბრძანდებით? კარგად, გმადლობთ. იმედია თქვენც კარგად ბრძანდებით. ალაჰის წყალობით კარგად. ჰუსეინ ბეი, როგორ ბრძანდებით? კარგად. არა მიშავს. შრომობთ. ალაჰმა დაგლოცოთ. სიძე, შენ როგორ ხარ? ძალიან ხელო. არ მიკვირს. სულაც არ მიკვირს. შვილო, უთხარის უფრა გააწყონ. უკვე დროა. დემეთ, შვილო, წადი შენც დაეხმარე. ომერ, მოდი ადგილები გავცვალოთ. თუ ხერხულად ზიხართ, ბალიშს მოვატანინებ. არა, მაგიტომ არა. ვიფიქრე ნედრეთან იმის გვერდით დავჯდები მეთქი. გმადლობთ. მოდი დაჯექი. მადლობა. ფრთხილად, რას აკეთებ? ასლი, არაფერია, ბავშვს ნუ აშინებ. მოდი აქ შვილო, მოდი. მიდი. ჩემს რძალს ასეთი ნივთები ძალიან უყვარდა. არ ვიცი სად იყიდა, ალბათ ევროპაში. ალაჰმა უწყის, რამდენი გადაიხადა. ბავშვმა რა იცის, ძვირფასია თუ უბრალო. გოგონები სახსოვრად ინახავენ. ფრთხილად იყავი, კარგი პატარა.
მამიდა, თუ შეიძლება სამზარეულოში გამომყევი, კარგი შვილო. ალბათ ხელავს. ეშინია რამე გაუგებრობა არ მოხდეს. ცოტა ხნით დაგტოვებთ. ახლა დავბრუნდები. რა მოხდა შვილო? მამიდა, ეს რა არის? რა ეს? ოქროზე გეკითხები. ნუ თუ ტრადიციის თანახმად მოითხოვე. მათი მდგომარეობა არ იცი? ეს რატომ გააკეთე? ამას როგორ ვიკადრებდი შვილო, რას ამბობ? თვითონ მოინდომეს და იყიდეს. მამიდა, მალათიის ტრადიციები საიდან ეცოდინებოდათ? ელვან ჰანიმი მოინდომებდა ელიფ. კითხა თქვენში ნიშნობა როგორ ხდება რა ტრადიციები გაქვთ, მეც ვუთხარი. 7 მეტრიან ოქროს ჯაჭვს და სამაჯურებს ჩუქნიან მეთქი. რას ვიფიქრებდი თუ იყიდნენ? ამას რას არ მოვიდგენდი შვილო? ვინ იცის ოქრო რომ ეყიდეთ რამდენი ვალი აიღეს? ამ საჩუქრებს არ მივიღებ. როგორმე მოახერხე და დაუბრუნე. დაბრუნება უხერხულია. ჩემო პატარა. ყველაფერს ასე რატომ განიცდი? აბა გაიღიმე? გაიღიმე? მოდი ჩაგიხუტო. ჩემო კეთილო, ჩემო ძვირფასო გოგონავ, ჩემო საყვარელო. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. რა მოხდა? Olmamış mı? არ მიხდება? Olmamış değil mi? ხო, არ მიხდება. უთხარი უბრალოდ დამვარცხნე მეთქი, მაგრამ ვერ გავაგებინე. პირიქით, ძალიან ლამაზი ხარ. Ne oldu? ყواسია რა მოხდა? რამე მოხდა? არ დამიპასუხე. განყოფილებიდან რომ გამოვდიოდი, ალის შევხვდი. მერე? მითხრა რომ ომერის ადგილას ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ნიშნავენ. Kim? ვის? İpek'te. იფექს? იფექს. იფექი დანიშნეს. ატომური ბომბი დაგვეცა. კოშმარისთვის უნდა მოვემზადოთ. ხო, ეს ტკბილი ყავა. ლანგარი ისე დავდგათ, რომ ომერმა სწორედ ეს ჭიქა აიღოს. რატომ? როგორ თუ რატომ? ყავაში მარილი და წიწაკა უნდა ჩავყაროთ. დედამ ჩემს ნიშნობაზე ასე გააკეთა. თუ სიძე გამოცდას გაუძლებს, გოგოს მიათხოვებენ. ცოტა ტრადიცია, ცოტა სიტყვა და ცოტა სიმართლე. ასლი. ამას არ გავაკეთებ. ყავა ისედაც არ უყვარს. რა იყო, კი არ უნდა მოვწამლოთ. ჰულია, მარილი. ასლი, რა სისულელია? არ მოკვდება. სულ ცოტას ჩავყრით. ასლი, არა, არა, ყავა მართლა არ უყვარს. ეს მუმიშლი ჩავყრი. მაინც ჩავყრი. ნუ მეწინა აღმდეგები. ცუდად იქცევით. ძალიან ცუდად იქცევით. ო, მართლა. კოლომბოს ფოტოც უნდა გადავუღო. ამ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებ. ცოტაც. კარგი საკმარისია. რთული პროფესია გვაქვს. ზოგჯერ ადამიანების დაცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიწევს. რას ვიზამთ? დიახ, სულ ველოდები. დილით რომ ვაცილებ, სულ მგონია რომ უკანასკნელად ვხედავ. თქვენი მესმის. შენ რას მეტყვი? თურმე თავს დაგესხნენ. ელიფმა მითხრა დაჭრილ ხარ. დიახ, უბედური შემთხვევა მოხდა. ელიფი განადგურებული იყო. ისიც მებრალება. მშობლები ძალიან ანებივრებდნენ. იტალიაში სწავლობდა, იქ ცხოვრობდა. უზრუნველ ცხოვრებასაა შეჩვეული. რას ვიზამთ? ყველა ინჟინერი ხომ ვერ იქნება? თქვენი პროფესიაც საჭიროა. ძალიან ღირსეულია. ალლაჰმა ხელი მოგიმართოთ. თუმცა, ანაზღაურებაც რომ სათანადო კონდეთ, კარგი იქნებოდა.
İnşallah benim იმედია ჩემი გულჩვილი ელიფი Elif პოლიციელის ცოლობას შეძლებს. თუმცა გაუჭირდება. her ყველა თვალსაზრისით გაუჭირდება. მეუღლე რომ გარდამეცვალა მთელი პასუხისმგებლობა კისერზე მე დამაწვა. biliyorsunuz როგორც მოგიხსენებათ, ყველა შემხედრს ვერ ენდობი. birkaç kişi რამდენიმე დამხმარე მყავს. malum arazi მამულები გვაქვს. efendim ne bileyim onun satışı. ყოველ გაზაფხულზე ვთესავთ. Bu arada benim შემოდგომაზე aldandım. მოსავალს İki ვიღებთ. de otel sahibi olduk mu? Hadi o ბოლოს ჩემმა მეუღლემ ორი სასტუმრო შეისყიდა. მათი მოვლაც მე დამეკისრა. bir yandan ალაჰის წყალობით არაფერი მაკლია. მაგრამ ძალიან ვიღლები. böyle geçiyor. კიდევ ფერმა მაქვს, ხან აქ ვარ, ხან იქ. Koşun. საქმეს რა გამოლევს? Çiftlik ფერმაში ცხენებიც ყავთ? რა თქმა უნდა, რომ მოხვალ გაგასეირნებ. tamam. კარგი, Ay çok affedersin. უკაცრავად მაპატიეთ. Bunlar ben უჩემოთ თავს ვერაფერს ართმევენ. 2 dakika izin. ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ. Kusura bak. მაპატიეთ. Ama რას აკეთებ? o da şimdi ეგეც ანტიკვარი იქნება, ხელი გაუშვი. sokma benim. Yağmur. ძალიან გემრიელია. დადე, მოდი აქ. დამშვიდდე. Ne arıyorsun? რას ეძებ, შვილო? Nasıl söyleyeceğim? ომერს როგორ ვუთხრათ? Konuşmamız lazım. უნდა დავურეკოთ. Yok bu akşam zaten hiç არა, დღევანდელ საღამოს ნუ ჩავუმწარებთ. მერე რამეს მოვიფიქრებთ. ჯერ დრო გვაქვს. ერთ კვირაში ჩამოვა. ჰელინ, Eğer biz Ömer თუ მანამდე ნახავს, ვიდრე ჩვენ ვეტყვით. bizi kıtır ომერი ამას არ გვაპატიებს. Van Devran ბედი არ ქონია, ხედავ. როგორც კი ცხოვრების თავიდან დაწყებას დააპირებს, მაშინვე რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება. საღამო მშვიდობის. Şilan. შეხდემ, Ne işin var? აქ რას აკეთებ? Melike Hanım. მელიქე ჰანი, ერთი წუთით გამომყევით თუ შეიძლება. Tabii. რა თქმა უნდა. Ne oldu kız? რა ხდება, გოგონებმა ყავა ვერ მოადუღეს? არა უშავს დავეხმარები. Benim kızım. ჩემი გოგონები მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევენ. Ben sizin kızım. თქვენს გოგონაზე უნდა დაგელაპარაკოთ. Hayırdır inşallah. ნეტა რა მოხდა? Bir şeye zarar. იმედია არაფერი გაუფუჭებია. Ablam da ჩემმა დაიკომაც რამე გატეხა? ბევრს ნუ ლაპარაკობ.
დემეთ, შვილო. Kızım sen ne yapıyorsun? შვილო, რა ჩაიდინე? Kızım sen. რა ჩაიდინე? Kız sen ne რა ჩაიდინე? Sen ne ალაჰმა დაგწყევლოს, ეს რა ჩაიდინე? Tamam yavrum. კარგი შვილო, კარგი, ნუ გაუჯავრდები. Üstüne git. მისი მესმის. Ben anlıyorum. ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ყველა მდიდარი ხომ ვერ Zengin იქნება. olarak doğmuş. ყველას ხომ ვერ გაუმართლებს. Böyle bir şansı olmaz. Genç. ჯერ ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა. Baktı bu sergi. სიმდიდრე დაინახა და საკუთარმა სიღარიბემ კიდევ უფრო გაამწარა. Daha çok büyüttü gözünde. Ama hırsız მაგრამ o suç ქურდობა დანაშაულია. ცოდვა, çok სირცხვილია. დემეთ, başka işin? რამე ხომ არ გრჩება? დემეთ. ეს რა ჩაიდინე? რა ხდება? O benden ჩემზე ლამაზია? შეხედე, რამდენიც არ უნდა შეიღებოს, სული მაინც მახინჯი ექნება. senin უნამუსო, სხვის ქმრებზე ნადირობ. sen. ჭირდებს სისულელეს მორჩი და წადე. Ben mi saçma? სისულელი არა? Şu hali. ერთი ამათ დამიხედეთ. სად მიდიხართ? გასართობად? ჭირდემ. არ დადამშვიდდი. თხოვ, ნუ ზრდელობ. უზრდელი გვერდით ყავს. წამოდი ფელინ, ვალდებული არ ვართ მოვუსმინოთ. Dinlemek zorunda. მოგიწევს მოსმენა არდაბეი. Zorunda. მოგიწევს, რადგან მუცლით ჩემს ბავშვს ვატარებ. ფეხმძიმედ ვარ. Allah'ım sen. შვილო, ეს რა ჩაიდინე? Bunlar da ამას რას მოვესწარი? bizde ასეთი რა დავაშავე? niye başımız? რატომ შეგვარცხვინე? hayat. წუხვარ. Ben annesi მინდოდა მხოლოდ მელიქესთვის მეთქვა, მაგრამ არ გამოვიდა. herkesin ყველას გული გადგინეთ. მაპატიეთ. ლაპარაკსაც ბედავ? მამა, გთხოვ, მაპატიე. ეს როგორ გაბედე, როგორ? მამა, გთხოვ. დამშვიდდე. ასე არ შეიძლება. ერგე. შვიდად ვარ ომერ. შვიდად ვარ. წამოდი, უნდა დაგელაპარაკო. olmaz. არ გინდათ, ჯერ ბავშვია. Ayrıca bu თანაც çocuk. დღეს განსაკუთრებული დღეა. Hadi. დამშვიდდით. თხოვთ. Ne? მართალია, ჰუსეინ. Bunu evde koy. სახლში ვილაპარაკოთ. Hadi. წამოდით. Biz sizinle ქვემოთ ჩავიდეთ, უნდა ვისაუბროთ. bir konuşalım. წამოდით. მე სამოვალ. შენ დარჩი ომერო. Kızım sen. შვილო, ეს რა ჩაიდინე? Sen ne yap? რა ჩაიდინე? Sen de gel. თავი დაანებე. ისედაც ცუდად არის, წამოდი. ელიფ, მაპატიე. Demet. დემეთ, Sen bana sor. რომ გეთხოვა სიხარულით გაჩუქებდი. Böyle bir şey. ეს არ უნდა გაგეკეთებინე. გული გვატკინე. Amca ne oldu? იცია, გთხოვ, მაპატიე. წამოდი, გამომყევი. ელიფ, შვილო, არც კი ვიცი რა გითხრა. წამოდი, წამოდი.
გაუჯერებელია ელიფ. დამეთმა ეს როგორი კადრა. ჩემს მას დრონა არ მოუკლია. საბრალო კაცი მთელი დღე მუშაობდა, ყველა სურვილს უსრულებდა. ჩემი ძმა მართალია. დამეთმა შეგვარწყვინა. ახალგაზრდა. მოზარდებს ამას აქ რთული ხასიათი აქვთ. გეთანხმები, შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჯგუფს რა აზრი აქვს? პირიქით, უნდა დავეხმაროთ. ხელი რომ გთხოვე ფატმა მოვიდა. ახლა დემეთი. ვინიც ის მამიდა შენი ჩვენზე რას ფიქრობს? რა უნდა იფიქროს? მის მკაცრ გარეგნობას ყურადღებას ნუ მიაქცევ. ოქროს გული აქვს. ძალიან უყვარხარ. დამშვიდდი, გთხოვ. ასე ნუ განიცდი, თორემ მეც მოვიწყე. ჩვენს ბედნიერებას ხელს ვერავინ შეუშლის. მით უმეტეს დღეს. ბეჭდებს გავიკეთებთ და ერთი ოჯახი გავხდებით. ყველაფერი კარგად იქნება. თამიჯერე. იმედია. ჰუსეინ ბეი. ახალგაზრდობაში შეცდომა ვის არ დაუშვია. ასე ნუცხარობთ. წეღან თქვით მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენო. მართალი ბრძანდებით, ომერს გაუჭირდება. სად ომერი და სად ელიფი? ხომასეა. დედა ყოველთვის ამბობს, ქალვაჟი რომ ქორწინდება, ოჯახებიც ერთიანდებიანო. ჯობია ერთი წრიდან იყვნენ. ერთი საზოგადოებიდან. ჰუსეინ ბეი. ერთმანეთისგან განსხვავდებით. განსხვავებული ტრადიციები გვაქვს, მაგრამ არა უშავს. ერთმანეთს შევეჩვევით. თქვენი სიტყვები და აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა ნედრეთანემ. ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობთ. იმას, რომ ომერი სიძე დარგინდათ. რას ამბობთ? ეგ რამ გაფიქრებინათ? ისია ხომ არ დაგავიწყდათ დედაჩემს რომ გადაეცით. მეტრობით ჯაჭვის, სამაჯურების, საყურეები და კიდევ ბევრი რამ. თუმცა იცით რომ ღარიბები ვართ. ეს განზრახ გააკეთეთ. განზრახ ნედრეთანემ. თქვენ საუბარში ქედმაღლობა ჩანს. ამპარტავანი ხართ. ზემოდან გვიყურებთ. ოჩახ, მიზანს მიაღწიეთ. მაგრამ სულელი არც მე ვარ. ადამიანებს კარგად ვიცნობ. ეს ჩემი პროფესიაა ნედრეთანემ. თქვენ ელიფისა და ომერის ქორწინება არ გინდათ. ამით რის თქმას ცდილობთ, ჰუსეინ ბეი? იმის თქმას, რომ არც მე მინდა. ერთ მხარეს ვართ. მოდით გავერთიანდეთ და ეს საქმე ჩავშალოთ. ეს რას ნიშნავს, ჰუსეინ ბეი? როგორ თუ ჩავშალოთ? რატომ უნდა ჩავშალოთ? ნათვალთ მაგცობთ. ვიცი ომერის ნაირი სიძე არ გჭირდებათ. ჰუსეინ ბეი, წესიერად მელაპარაკეთ. რას ნიშნავს თვალთ მაგცობ? ამას რატომ კადრებთ? გადაწყვიტეთ თურქულის გაკვეთილი ჩამიდაროთ? უნდა შევთანხმდეთ. ეს ქორწინება არც მე მინდა და არც თქვენ. ერთმანეთთან გულწრფელები ვიყოთ ნედრეთანიმ. საიდან მოიტანეთ? მე წინააღმდეგი არ ვარ. ერთმანეთს ძალიან უხდებიან. მშვენიერი წყვილია. ეგ რომ საკმარისი იყოს ყველა ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, ჰუსეინ ბეი.
En iyisi biz აჯობებს ელიფს და ომერს დაუძახოთ. anlatalım derdini. თქვენი პოზიცია გაუმხილოთ. Bilmiyorum diye. გულწრფელად უთხრათ, რომ მათი ქორწინების წინააღმდეგი ხართ. Karşıyım diye. რა სიტყვით? ომერ არ გინდა დაგვინახავენ. მერე? რა მერე? ჩემი საცოლე ხარ. მაინც ირცხვილია. მარტო როდის დავრჩებით ელიფ? საკუთარი ოჯახი როდის გვექნება? ცოტა კიდევ მოითმინე. თანაც არ დამივიწყებია ერთი ადამიანი დასასვენებლად წაყვანას რომ დამპირდა. კარგი ელიფ, აუცილებლად წავალთ. პირდები. ნახოთ. მაგრამ ხომ შეიძლება ერთი თხოვნა შემისრულო? გამგზავრების წინ მაგოცო. მომეფერო. არ შეიძლება. რატომ? ომერ, არა. გასაგებია. კარგად მოვიქცევე. თუ არ და გადაწყვეტილება მიიღე. ბავშვი თუ ეს ქალი? კითხვა დაგისვი. მიპასუხე. ჩიხდემ. მიუხედავად დამცირებისა, მაინც მოვედი. არ მინდა ბავშვი უმამოდ გაიზარდოს. როგორც დედას, სინდისის უფთა მაქვს. დანარჩენი შენზე იყოს. და კიდევ შენზე. თუმცა სინდის ნამუსისად გაქვთ. ამისთვის ორივე პასუხს აგებთ. ბავშვს მარტო გავზრდი. ფელო, სად მიდიხარ? სახლში. ფელო, გაჩერდი. რატომ? რისთვის? Kalıp ne yapacağım? რა უნდა გითხრა არ და? Söyleyeceğim artık. თუ ფეხმძიმე და უნდა წავიდე. Ortada bir çocuk. უცოდველ ბავშვს მამას ვერ წავართმევ. Alamam. თუ ჩიღდემი სიმართლეს ამბობს, უნდა დავშორდეთ. Elinden alamam ben. Eğer ki de უნდა დავშორდეთ, გესმის არ და? sen სხვა გზა არ არის. ფელო. გგონიათ ვერ ხვდები ნედრეთანიმ. ეს რომ გინდოდეთ ელიფს დაუძახებდით და ყველაფერს ეტყოდით. თქვენ კი აქ ხართ და მე მელაპარაკებით. რატომ? იმიტომ რომ ერთნაირად ფიქრობთ. მამა, დედამ თქვა არ გაცივდესო. თავი დამანებეთ. სახლში შედი. Hala ne? გეყოფა ტირილი. Kalk yüzünü yıka. ადექი დაიბანე. İnşallah konu. იმედია სახლიდან არ გაგყვრიან. Kadın hala babam. ის ქალი ჯერ კიდევ მამაშენს ელაპარაკება. Hadi inelim. ქვემოთ უნდა ჩავიდეთ. მოხდეს რაც მოსახდენია. O yüzünü iyice წესიერად დაიბანე, წესიერად. 60 bütün. მთელი სახე დასვრილი გაქვს. Al şunu. გამომართვი, გაიწმინდე. Bana bak Demet. მომისმინე დემეთ. Sen edeceksin o რამე მოიფიქრე და როგორმე მამაშენის პატიება დაიმსახურე. შეეხვეწე. თუ საჭირო გახდება დაუჩოქე. მე ვეღარ გადაგარჩენ. სახლიდან ფეხს აღარ გაგადგმევინებს. გასაგებია? İyi hadi. კმარა. მორჩი ტირილს. Hadi kes. წამოდი. Yürü. დროზე. Yürü düş önüme. დაუჩქარე. Hadi. მიდი. დედა რა ხდება? ისე ვლაპარაკობენ?
არ ვიცი შვილო, მას შემდეგ აღარ შემოსულან. Allah Allah. Elif abla çok yorgun. ელიფ, მაპატიე, Her şey საშინლად მოვიქეცი. ალაჰმა დამწყებლოს. ეგ აღარ გაიმეორო. რომელ სიყვარულზე მელაპარაკებით? იცით ასეთი შემთხვევა რამდენი მინახავს. ერთმანეთი თავდავიწყებით ყვარებიათ, მაგრამ დაშორებულან. ომერი და ელიფი თუ დაქორწინდნენ, ასე მოხდება. რა მოხდება ამიხსენით? რა მოხდება? რა მოხდება არა? სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ ნედრეთანემ. ეს საქმე არ გამოვა. ომერი ამ სახლში სიარულს მოუხშირებს. რაც თქვენ გაგაღიზიანებთ. ცხადია თავის შეკავება არ გჩვევიათ. ელიფს ეწყინება ომერს ეტყვის, ომერის ხვებს არ გავს, გაბრაზდება. აი მაშინ კი მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება. ომერსაც გული ეტკინება. მერე დასხდებიან და ფიქრს დაიწყებენ, რამდენად სწორად მოიქცნენ. ნედრეთანემ ამას აჯობებს ყველაფერი დღესვე დასრულდეს, რომ მომავალში იმედი არ გაუცრუვდეთ. თქვენი არ მესმის. თქვენი არ მესმის. თქვენ არიყავით 2 დღის წინ სერენადებს რომ უმღეროდით. წვეულება რომ გამართეთ თქვენ არიყავით? რა შეიცვალა გამაგებინეთ? რა შეიცვალა? ტვინი გადაგიბრუნდათ? რა მოხდა? მე თუ მკითხავთ სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. თუ ძმისშვილი მართლა გიყვართ, შეეწინააღმდეგებით. ეს ქორწინება არ უნდა შედგეს. დღესვე უნდა ჩავერიოთ. მე თქვენ არ გიცნობთ. Hatta bu თქვენმა ნათქვამა საგონებელში ჩამაგდომ. უფრო მეტიც. hatta bu ძალიან გამაღიზიანა. azıcık Ახლავე წავალ. başladım. წავალ და ერთი წუთით. ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩეს ნედრეთანემ. ომერს და ელიფს ნუ გავაგებინებთ. რა ხდება? უცებ ფერი გეცვალათ. Biraz evvel არა და რა თავდაჯერებული იყავით. ne oldu? რა მოხდა? ჰუსეინ, თქვენ გელოდებით. თანაც საკმაოდ ცივა. Geliyor. მოვდივართ ომერ. წამოდი სიძე, წამოდი შევიდეთ. neden ასეთი რთული ოპერაცია საავადმყოფოში რატომ არ ჩაატარეთ? საშიში არ არის? თაიერბეიმ ასე მოისურვა. შიშს რაც შეეხება მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნუ ღელავთ. ყველა დეტალი გულდასმით გავთვალეთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თაიერბეის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ne zaman გონს როდის მოვა? ეს ავადმყოფია დამოკიდებული. თაიერბეი უკვე ასაკშია. დრო სჭირდება. diğeri მეორე როგორ არის? ვინ?
თაიარის დონორი. ხომ ცოცხალია? არ გადაო. ახლა მასაც გავსინჯავ. მეც მინდა ვნახო. რატომ? იმიტომ რომ თაიარს სიცოცხლე შეუნარჩუნა. მინდა მადლობა პირადად გადავუხადო. ვინ არის დონორი? ვიცნობთ? დიახ, ნევზადბე. მაქსიმ 7-ია. Evet. ესეც ასე. Buyurun siz de. დიახ, გისმენთ. მოკლედ, ჩვენი ვიზიტის მიზეზი ცნობილია. ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. Bizim ამიტომ, malum. ალაჰისა და წინასწარმეტყველის ნებით, Benim kavli გვინდა თქვენი ელიფი ომერის სოლი გახდეს. istiyoruz. Eskiden ne kadar ადრე ქალის დანიშვნა და გათხოვება ძალიან რთული საქმე იყო. kız vermeler çok. დიდ სამზადის მოითხოვდა. Hele böyle ახლა კი ყველაფერი ნაჩქარევად ხდება. yani გადაწყვეტილებას უცებ იღებენ. Şimdi sizler ომერბეის გაცნობის საშუალება არ მომეცით. გამოდის რომ სიტყვაზე უნდა გენდოთ. yani რამდენადაც ვიცი, ომერი გაბედული პოლიციელია. anladığım kadarıyla საქმის ბოლომდე მიყვანას ჩვევია. böyle hemen olayların üstüne როცა საქმე მის პროფესიას ეხება, kendi mesleği mevzu bahis oldu. მზად არის ტყვიას მკერდი შეუშვიროს. Ne gidebiliyor. Ama benim elim მაგრამ ჩემი ელიფიც განსაკუთრებულია. böyle ömrüm არ მინდა ინერვიულოს და გაძვალდეს. istemem. Beni anlıyor ჩემი ხომ გესმით? დამიჯერეთ ანიმ. ელიფს თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. Çok güzel bir ლამაზი სიტყვებია. კარგი. işler düşündüm. ახლა მითხარით იმაზე თუ გიფიქრიათ ქორწილის შემდეგ ახალგაზრდები სად იცხოვრებენ. როგორ იცხოვრებენ. ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანია. Bizim için bu da çok არ გიფიქრიათ არა? düşün. არც მომზადებულ ხართ. Hiçbir haz. ასეთები არიან. ახალგაზრდები. Gençlik. უფროსების მხარდაჭერის იმედი აქვთ. Ki siz bir yolunu რამეს მოიფიქრებთ? უზარმაზარი სახლი გაქვთ. bir ev. ჩვენც დავეტევით. Biz bile ერთად თკბილად და მშვიდად ვიცხოვრებთ. içini gideriz. არა? მელიქე, Efendim. Elif ელიფს თავისი პროფესია აქვს. sonuçta ომერსაც yerinde. Yani საკუთარი შემოსავალი აქვს და ფეხზე მყარად დგანან. bu konudaki სად იცხოვრონ და როგორ თვითონ გადაწყვეტენ? bizim et ჩვენ ნუ ჩავერევით. İlahi. უსეინ ბეი, Niye gerildin? რატომ ღელავთ? Ben sadece latif უბრალოდ ვიხუმრე. სულ ესაა. Ay halacığım მამი და შენის გითხარი გოგოს ათხოვებ თუ არა? bunu söyle. Ay baksana iki თორემ საბრალოები სულ დაიბნენ. olarak tenis maçı. ხან შენ გიყურებენ, ხან ჰუსეინ ბეის.
Aslı. ასლი, Şimdi გოგოს მთხოვნელი ყოველთვის ბევრი ხავს, მაგრამ ცოლად მხოლოდ ერთს მიჰყვება. Elif'imin kaderi ელიფის ბედი ომერბეია თუ არა არ ვიცით. hayırlı olsun. იმედია ასია, Yalnız bir şey çok მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი. bu yaşa gelip გამოცდილებამ და წლებმა მაჩვენა, eğer რომ თუ წყვილის ურთიერთობაში ჩაერევი, აუცილებლად უსიამოვნება მოხდება. mutlaka huzur. სიმშვიდის საწინდარი ოჯახია. Huzur aileden geçiyor. ოჯახი. Değil mi Hüseyin? ხომ ასია, ჰუსეინ? Peki siz თქვენ რას ფიქრობთ? ne düşünüyorsunuz? ამ ქორწინებაზე თქვენ რას ფიქრობთ? Açık açık söyleyin. გულწრფელად გითხარით, რომ ყველამ ვიცოდეთ. რადგან აქამდე მოვედით, ისედაც ცხადია რას ფიქრობთ. Ne düşündüm? საფიქრალი რაღაცა. Bundan sonra არაფერი. ხომ ასეა? Elif. ელიფ, Tamam galiba seni. მგონი მამი და უარზია. Aman Aslı. ასლი გაჩუმდი. კარგი, Çok bir ძალიან ბევრი ვილაპარაკე. eski bir kadın oldu. პასუხის გაცემა გავაჭიანურე, რადგან ასაკოვანი და ძველი ყაიდის ქალი ვარ. Ama hakkınızda მინდოდა ყველაფერი ტრადიციის თანახმად ყოფილიყო. sevmişler. Beğenmiş. დამილოცნი ხართ. ბავშვებს ერთმანეთი უყვართ. მოსწონთ. რაღა გვეთქმის? თანახმავარ, წაიყვანეთ. Hayırlı olsun. გილოცავთ. Ne otur? რაღაც ელოდებით. Kalksa ადექი, bir adam სადედამთილოს ხელზე ემთხვიე. şöyle. მიდი. Allah. ალახმა ბედნიერები გამყოფო შვილებო. Hayırlı olsun. გილოცავ შვილო. მამიდა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.